მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩვენ ამოცანების განხილვას მეხუთე თავიდან. ჩვენ გაჩერებული ვიყავით 5.96-ზე. ყველაფერდა ტრაპეციაში მახვილი კუთხე უდრის 45 გრადუსს. ხედავთ ძირითადად ყველაფერდა ტრაპეციაზე არის ამ თავში კითხვები. როდესაც გავსებას ვისწავლით, შემდეგ უკვე ზოგადად ტრაპეციაზეც კითხვებს შემოგთავაზებენ. მახვილი კუთხე 45 გრადუსია. მოდი ეს ყველაფერდა რომ არის ასე აღვნიშნოთ. კუთხე 45 გრადუსია. მისი სიმაღლე 12-ია. გავავლოთ სიმაღლე. დავაწეროთ რაიმედე. პროფესორად დე უკვე გამოყენებული გვაქვს და დავაწეროთ ასო. სიმაღლე 12-ია და შუა მონაკვეთი არის 21, ხოლო შუა მონაკვეთს კი გავავლოთ, მაგრამ ხანდახან არ არის ხაზი გასავლები ხოლმე, კი, რაც ამოცემული ის ელემენტი უნდა დაიტანოთ ხოლმე ნახაზზე, ძირითადად ასე ხდება, მაგრამ არ დაგავიწყეთ, რომ ყველაფერდა ტრაპეციაში შუა ხაზის ტოლია ეს მონართი. აი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულაა, არაერთხელ გამოვარდები ახლაც თუნდაც ამ ვიდეოში, მერეც სხვა დროს, როცა ყველაფერდა ტრაპეცია იქნება, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გაგახსენდეთ, ეს არის სიმაღლის მიერ დიდფუძეზე მოკვეთილი მონაკვეთის ზომები. მონაკვეთების ზომები. ესაა დიდფუძეს გამოკლებული პატარა ფუძის ნახევარი, ესაა დიდფუძეს დამატებული პატარა ფუძის ნახევარი. და შესაბამისად გამოდის, რომ ეს არის იგივე შუა ხაზი, ხო? შუა ხაზი. ამიტომ ეგ უკვე ჩავთვალოთ, რომ თქვენ გეისმით, ხართ ამ ცოდნასთან ადაპტირებული და შესაბამისად შუა მონაკვეთი 21-ია რომ მეუბნება, მოდი დავაწეროთ ამას 21, ანუ აქედან აქამდე არის 21. იპოვეთ ტრაპეციის დიდი ფუძე. ანუ ფუძეების შემოსტანია, არის B, ეს არის A და შესაბამისად ჩვენ B + A რომ არის 1/2 ეს 21 ვიცით. ამ სამკუთხედს რომ დავაკვირდეთ, ფეხ 45 გრადუსია, ანუ გამოდის, რომ ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედია და ეს თუ 12-ია, თავისთავად A-ც 12 იქნება. მაგრამ A მეგობრებო, ეს არის B + A-1/2, ხო? ეს არის 12. შეგიძლიათ ახლა სისტემა გააკეთოთ, B + A დაწეროთ, B- A და იქიდან იპოვოთ A-ს და B-ს. მაგრამ B უკვე ცხადია, ეს ჩანს უკვე რას უდრის ხო აქედან. ეს არის 33 და რადგანაც ახლა აქ მე დიდ ფუძეს ვთხოვდნენ, დავხარჯოთ მეტი დრო და პასუხი უკვე გაცემულია, შეგვიძლია გადავიდეთ მომდევნო ამოცანაზე. პასუხი იქნებოდა 33. 37 ნომერი. ყველაფერდა ტრაპეციის ფერდი ტრაპეციის დიაგონალების გადაკვეთის წერტილიდან 60 გრადუსიანი კუთხით ჩანს. მოდი დავხატოთ ახლა ყველაფერდა ტრაპეცია და რა მომენტზე ვისაუბრება, მოდი დავაკვირდეთ. B, C, D. დიაგონალების გადაკვეთის წერტილზეა საუბარი, გავავლოთ ორივე დიაგონალი. ასე. და აი ნახეთ, დიაგონალების გადაკვეთის წერტილიდან, ასე, ამ წერტილიდან გადაკვეთის წერტილიდან ფერდი, ტრაპეციის ფერდი ჩანს 60 გრადუსიანი კუთხით. ანუ გადაკვეთის წერტილიდან ეს ფერდი ჩანს 60 გრადუსიანი კუთხით. ეს ნიშნავს, რომ ეგ არის 60 გრადუსი. დავასწროს, რომ ეს ტოლფერდა ტრაპეცია. უნდა ვიპოვოთ ტრაპეციის დიაგონალები, თუ მისი სიმაღლე A-ში ტოლია. სიმაღლეს გავავლოთ, ახლა ჩვენ გამოვაჩენთ უბრალოდ ეს ვიცით A-ში რომ არის სიმაღლე.
და ჩვენ გვეკითხებიან დიაგონალებს, ну, თქვა BD-ს. რა ვიცით ტოლფერდა ტრაპეციაზე? ну, ტოლფერდა ტრაპეციის თვისებები შეგიძლია უცებ კიდევ ჩამოყაროთ აქ. რა არის რომ პირველ რიგში რომ ტოლფერდა ტრაპეციაში მცირე ფუძესთან მდებარე კუთხეები ერთმანეთის ტოლია, დიდ ფუძესთან მდებარე კუთხეები ერთმანეთის ტოლია. რომ ტრაპეციაში, ტოლფერდა ტრაპეციაში დიაგონალები ერთმანეთის ტოლია. რომ ტოლფერდა ტრაპეციაში დიაგონალებით მიღებული საკუთხედებიდან აი ეს ფერდებთან მიღებული საკუთხედები ერთმანეთის ტოლია, ხოლო ფუძეებთან მიღებული საკუთხედები კიდევ ტოლფერდაა. ანუ ეს კუთხე ამის ტოლი იქნებოდა. შესაბამისად ეს ჯვარედინა იგივე არის ერთხაზიანი და ესეც ერთხაზიანი, ხო? ერთმანეთის ტოლია. ის რომ რაც წინა ამოცანაში ვისაუბრეთ, რას აკეთებს ფუძეზე დაშვებული სიმაღლე, ხო? B-100 რომ არის და B+100 და ბოლო თვისება ეგ ეხება უკვე ისეთ ტოლფერდას, ან ნებისმიერ ტოლფერდა ტრაპეციას არ ეხება. ეს ეხება ტოლფერდა ტრაპეციას, სადაც დიაგონალები მართი კუთხით იკვეთებიან. აქ უკვე სიმაღლე შუა ხაზის ტოლია. ეგ საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა. აი ეს ხუთი თვისებაა რა. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, შეიძლება ვინმე თქვა და იგივე პირველი მაგალითად გასაგრობ თვისებად არ ჩათვალოს და ეგ ბუნებრივ მდგომარეობა ჩათვალოს, თვისება არც დაუძახოს, რომ არა აქვს მაგას მნიშვნელობა ახლა. ну ვიკავებთ მაგ საკითხებზე. ჩვენ ახლა გამოვყავით ის, რაც მეტნაკლებად მნიშვნელობრივი იყო ტოლფერდა ტრაპეცისთვის. მეტნაკლებად ყველა ვარიანტში ახასიათებს ტოლფერდა ტრაპეციას, ბოლო თვისება კონკრეტულ შემთხვევაში ახასიათებდა. ესაა ის მომენტები, რაც აი ეგრევე უნდა წავაგივიდეთ თავში, ასოციაცია უნდა მოხდეს, რაღაცა ისე ჯაჭვი უნდა გააქტიურდეს მოგონებების, როდესაც თქვენ ტოლფერდა ტრაპეციას მოხდავთ ყურს აი ამ ფრაზას. ახლა რა შეგვიძლია აქ დავასკვნოთ, დავინახოთ, სანამ სიმაღლე ასე გავავლოთ, მაინც თავარი ყურადღება არ წაიღოს. კი, მნიშვნელოვანია ახლა ეს რომ ვიცით ჩვენ სიმაღლე, მაგრამ მაინც. ახლა მეგობრებო, აქ დააკვირდით, ეს თუ 60 გრადუსია. აი ამ სამკუთხედში გარე კუთხე არ არის. და თუ გარე კუთხეა, არ ამოსაზღრო ორი შიგა კუთხის ჯამის ტოლი ხომ არის. და შესაბამისად ხომ იქნებოდა 30 გრადუსი ესენი. კი, იქნებოდა. და მაშინ გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს მართკუთხა სამკუთხედი, სადაც ვიცით კათეტი და ვიცით, რომ მისი მოპირდაპირე კუთხე არის 30 გრადუსი. შესაბამისად, ჰიპოტენუზა რა იქნებოდა ეს ჰიპოტენუზა? არ იქნებოდა ორჯერ კათეტის ტოლი, იმიტომ ჰიპოტენუზის ნახევარი ხო არის 30 გრადუსიან კუთხის მოპირდაპირე კათეტი. ანუ BD გამოვიდოდა 2A-ში ტოლი. ну ესეც მარტივი სიტუაცია. მოდი ახლა ჩვენ გავაკეთოთ 98 ამოცანა. ტოლფერდა ტრაპეციაში დიაგონალები ურთიერთმართობელია. აი, დადგა ის მეხუთე სიტუაცია, რომ საუბრობდი. ანუ მეხუთე თვისება ტრაპეციის რა. ტოლფერდა ტრაპეციის. გავავლოთ დიაგონალები, აღმოჩნდა რომ ესენი ურთიერთმართობელი ყოფილან. აღნიშნოთ აქ მართი კუთხე. და მოდი ზოგადად ვაჩვენოთ ახლა აქ, რომ სიმაღლე არის შუა ხაზის ტოლი რა. ну სიმაღლეს რომ სიმაღლე არის თქვა R-ში. სიმაღლეს რომ დავუშვებთ, თქვენ ხო იცით, რომ ფუძეები თუ არის A და B, ტოლფერდა ტრაპეციაში, სიმაღლის მიერ მოკვეთილი მცირე მონაკვეთი არის B-1/9, ხოლო დიდი მონაკვეთი არის B+1/9. ну სიტყვაზე თქვა, ეს თუ არის E წერტილი, ეს D წერტილი, ეს A წერტილი, ანუ A არის ფუძეების სხვაობის ნახევარი, ხოლო ED არის ფუძეების ჩამის ნახევარი, ეს დასაბუთებული გვაქვს და ახლა ვსაუბრობთ. მაგრამ ახლა აქ მეორე მომენტია.
ჩვენ ისიც ვიცით, რომ ეს პატარა სამკუთხედი და დიდი სამკუთხედი, ფუძესთან მიღებული სამკუთხედები არის ტოლფერდა. და თუ ახლა ამ ტოლფერდა სამკუთხედებში ერთი კუთხე მართია, მაშინ 45 ხო გამოვა დანარჩენი ორი კუთხე. ანუ ეს იქნებოდა 45 გრადუსი და აქაც. ანუ გამოდის, რომ ამ სამკუთხედში ჩვენ გვაქვს 45 გრადუსიანი კუთხე თან მართია, ანუ ტოლფერდაა, ესე იგი, იმიტომ რომ ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედშია ხო, მახვილი კუთხეები 45. და შესაბამისად კათედრები ტოლია. და დააკვირდით ახლა კათედრების როლში რა გვევლინება? გვევლინება სიმაღლე და გვევლინება აი ეს ქვემოთ აღებული მონაკვეთი ედე, რომელიც იგივე შუახაზია, ხო? ის შუახაზის ტოლია. ანუ ასში გამოვიდა B+A². ესე იგი, ტოლფერდა ტრაპეციაში, სადაც სიმაღლეები ურთიერთმართებულია, სრულდება ყოველთვის ერთი პირობა. ტოლფერდა ტრაპეციაშია. სიმაღლე შუახაზის ტოლია. ეს ფიქსებას ფართობთან მიმართებით კიდევ ერთხელ გავიხსენებ ტრაპეციის ფართობთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა საკმარისია მეტი ჩაძიება. რა ხდებოდა ახლა 90-ის პირველ ამოცანაში, ჩვენ ვიცოდით შუახაზი რომ იყო 10, შუახაზი იყო 10 და გვეკითხებოდნენ სიმაღლე რას უდრისო ტრაპეციაში, სადაც დიაგონალები ურთიერთმართებული იყო და რაღაც უნდა კიდევ ამას კომენტარი ახლა რა თქმა უნდა სიმაღლეც იქნებოდა 10-ის ტოლი, იმიტომ რომ სიმაღლე შუახაზის ტოლია. რაც შეეხება მეორე კითხვას, ტოლფერდა ტრაპეციაში დიაგონალები ისე ურთიერთმართებულია და დიდი ფუძე მცირე ფუძეზე სამჯერ მეტია. თუ კარგია, ავიღოთ ახლა უცებ ასე, დიდი ფუძე თუ მცირე ფუძეზე სამჯერ მეტია, ვთქვათ ეს თუ არის ეს 3 არის დიდი ფუძე, აქ სიმაღლე ისე ვყავლოთ და ვიცით რომ ეს A-ის ტოლია, ანუ ეს თუ არის A-ში ეს და B+A², ერთმანეთის ტოლია, ხო, ვიცით. მოდი ახლა რა გამოდის? ეს ხო B+A², ან ეგ იქნებოდა 3A-ს დამატებული A-ნახევარი, ხო? ანუ 2A გამოვიდოდა. მაშინ სიმაღლეც 2A ხო გამოდის? არა? იგივე გამოდის სიმაღლე. მაგრამ სიმაღლე ჩვენ ვიცოდით ამოცანაში 40-ის ტოლი იყო ტრაპეციის სიმაღლე. მაშინ აქედან A გამოვიდოდა 20. და ზუსტად მაგას ვიკითხებოდნენ, იპოვეთ მცირე ფუძეო. ანუ პასუხი იქნებოდა 20. პრინციპში ჩვენ მივხვდით ამოცანა რაზე იყო აგებული, რა იყო საკვანძო საკითხი. რისი შემოწმებაც აინტერესებდა, ვიცოდით თუ არა აპრობს. 99 ამოცანა. ტრაპეციის ფერდი დაყოფილია 4 ტოლ ნაწილად. ავიღოთ ახლა რადგან აღარ აკონკრეტებს ტოლფერდა ტრაპეციაო, ჩვენ ზოგადად აყოთ ტრაპეცია და მისი ფერდი დავყოთ 4 ტოლ ნაწილად, ანუ ჯერ შუაზე გავყოთ და მერე კიდევ შუაზე გავყოთ, ხო? გამოვიდა 4 ტოლი ნაწილი. დაყოფის წერტილებზე გავლებულია ტრაპეციის ფუძეების პარალელური წრფეები, ანუ ესე და ესე არის გავლება. იპოვეთ ტრაპეციის ფერდებს შორის თავსებული პარალელური წრფეების მონაკვეთები, თუ ფუძეები არის 23 და 15, ესე იგი დიდი იქნებოდა 23 და 15 და ჩვენ გვეკითხებიან აი ამას A-ს, B-ს და C-ს. ახლა ჩვენ ვიცით რომ აი ეს გვერდი A-ის ტოლია, A-ის ტოლია, A-ის ტოლია. მარტივი შეჩერებელია, მეგობრებო, რომ აი თალესის თეორია ასე ხგავს, ახლა კი აქ კუთხეს გვერდები კი არ არის ერთი დაყოფილი ტოლად და მასზე კი არ არის პარალელური წრფეები გავლებული, არამედ კუთხე აქ არ არის, ხო, ტრაპეციის ფერდებია. მაგრამ იგივე სიტუაცია, აი ნახეთ, აქ მეორე ფერდის პარალელური წრფე, თალესის თეორია ხო ვამოქმედთ, ეს არის ხო ერთმანეთის ტოლი იქნება. და მაშინ შესაბამისად, რადგანაც ეს ფიგურა პარალელოგრამია, აქეთაც ესენიც ერთმანეთის ტოლი იქნებოდა. ეს მარტივი დასაბუთებაა, არ გვინდა ამის დასაბუთება, არ
ჩაგვეძიებიეთ აქ ჩვენ ამოცანის გასწორებისას და ინტუიციურადაც მიხვდებით, რომ და ძალიან მარტივი დასადახია, ესე ის ერთმანეთის ტოლი იქნება. შესაბამისად, რა გამოდის ახლა დააკვირდით. აი, ეს ტრაპეცია რო განვიხილოთ, აქ რამდენიმე ტრაპეცია მიიღება, ხო? აი, ეს ტრაპეცია რო განვიხილოთ, გამოდის ამ ტრაპეციის შუა ხაზი. და გამოდის, რომ ესე იგი, ტოლია ფუძეების ჯამის ნახევრის, ხო? ანალოგიურად გამოვიდოდა, რომ ახლა რო დააკვირდეთ, მოდი წყანაფერი ავიღოთ, აი, ამ ტრაპეციაში B იქნებოდა ფუძეების ჯამის ნახევარი და მოდი კიდევ რაღაც სხვა ფერი ავიღოთ, აი, თქვათ, იყოს ყვითელი, ვარდისფერია. და აი ამ ტრაპეციაში უკვე C იქნებოდა, ხო? შუა ხაზის როლში და გამოვიდოდა, რომ C უდრის B პლუს 23-ის ნახევარს. მაგრამ აქ ახლა და პრინციპში 3 ცვლადი და 3 განტოლება გაქვს და ამოხსნადი. მაგრამ ეგ ახლა საწვალებელია ოქროები, არ გინდათ ამის ასე ამოხსნა და უნდა დაგემოვაბებინათ. თავიდან უნდა ვიფარიყავით რას. ანუ იდეაში აქ რა გვჭირდება იმის მევაძიება კი არ დაგვიწყო თავიდან. რა შეგვიძლია უცებ დავთვალოთ. და უცებ დათვლად იყო მეგობრებო B. აი B რა გამოვიდოდა ახლა. დააკვირდით B არ არის მთელი დიდი ტრაპეციის შუა ხაზი? რა თქმა უნდა არის. და შესაბამისად B გამოვიდოდა 15 პლუს 23-ის ნახევარი. აი ეს არის 28 და 19 იქნებოდა. ხო? 19. აი მერე უკვე გამოვიდოდა 15 პლუს 19-ის ნახევარი. იმიტომ რომ აი ამ ტრაპეციის შუა ხაზი იქნებოდა რა. ძალიან მარტივია რა, ხა იმ სისტემის ამოხსნა სად ის და ეგ საკმაოდ სადა არის. 17 გამოვიდოდა და ანალოგიურად მერე C-ს დათვლიდით და C იქნებოდა 19-ის და 23-ის ნახევარი, იმიტომ რომ C გამოვიდოდა ქვედა ტრაპეციის შუა ხაზი. და გამოდის 21. მოგჩა, ვიპოვეთ ის გვერდები, რასაც გვეკითხებოდნენ, ეს არის 17, 19 და 21. მოდი მე ასე ამოცანა ვნახოთ. მე ასე ამოცანა რაღაც თვალი რომ უკარი გავს ამაზე. ახლა ნახეთ ტრაპეციის ფერდი 3 ნაწილად არის, 3 ტოლ ნაწილად დაყოფილი. და მათზე არის გავლებული ფუძეების პარალელური მონაკვეთები. ასე არის ოქროები. და ჩვენ თუ ვიცით, რომ ესენი ტოლები იყვნენ ერთმანეთის, რა თქმა უნდა, აქეთაც ტოლები იქნებოდნენ. ვიცით ტრაპეციის ფუძეები არის 2 და 5. 2 და 5. და ეს მონაკვეთი არ ვიცით, ხო? აი ეგ თქვათ X-ია, ეს Y-ია. აი აქ ახლა სისტემის ამოხსნა გვიწევს. ჯერ აი ამ სამკუთხედი, ამ ტრაპეციაში დავწერდით აქ, რა იქნებოდა, შუა ხაზი როგორ გაიქნებოდა. ეს იქნებოდა X უდრის 2 პლუს Y-ის ნახევარი. მერე ქვედა ტრაპეციაში დავთვლიდით და ეგ გამოვიდოდა, რომ Y იქნებოდა X პლუს 5-ის ნახევარი. ნუ გამოსახოთ და ჩავსვათ ახლა ეს 2-ზე გავამრავთ, აქედან 2x უდრის 2 პლუს y-ს, აქედან 2y უდრის x პლუს 5-ს. თუ დავალაგებდით ახლა ამას, დავალაგოთ? კაი, მოდი ჩასვით გავაკეთოთ. აქედან y ხომ უდრის 2x მინუს 2-ს და ჩავსვათ ახლა ეგ y-ის ვაგიბრად. 2-ჯერ 2x მინუს 2 უდრის x პლუს 5, ესა 4x მინუს 4 უდრის x პლუს 5 და შესაბამისად 3x უდრის 9-ს, x უდრის 3-ს. შევიტანდით y-ის ვაგიბრად y-ში ამ მნიშვნელობას და 2-ჯერ 3-ს მინუს 2, ხო? ისი ტოლი იქნებოდა, ეს იქნებოდა 4. ნუ პასუხი მივიღეთ, რომ 3 და 4 უნდა ყოფილიყო აღნიშნული მონაკვეთები.
ამას შეიძლება მოსწავლეს სინჯის მეთოდითაც მივთარიყო. მაგრამ ნუ როგორ ხდება უფროსში ყოფილი ამოხსნა, აგერ წარმოადგინე. 101-ს ძალიან ჰგავს, 101 გამოდის მისი შებრუნებული. ნახეთ. როგორ სიტუაციაა? ესე იგი, ისე ტრაპეცია თან ტოფერდა არა ჩვეულებრივი, ხო? ასე სამ ნაწილად არის ისე ფერდი დაყოფილი. ეს ასე სამ ნაწილად უბრალოდ ესენი ერთმანეთის ტოლია, ესენი ერთმანეთის ტოლია და ვიცით რომ ეს ნაწილები 6 და 8 ტოლია. ანუ ეს 6 იყო, ეს 8 და გთხოვდნენ ალბათ ფუძეებს, არა? რასუდრის ტრაპეციის ფუძეების სიგრძეები. კი, ანუ მას და ბ-ს ითხოვე. ანალოგიურად ახლა ტრაპეციაში დაწერდი რომ 6 უდრის a პლუს b-ს განაცვლოთ. ეს გაიშტრიხა არ გამოვიდა ლამაზად და პირდაპირ ასე ვთქვათ, 6 უდრის a-ს პლუს 2-ს ნახევარს, აქედან 8 უდრის 6 პლუს b-ს ნახევარს. დავთვალოთ ახლა აქ ესე იგი 12 უდრის a პლუს 8-ს და გამოვიდა 4. ქვემოთ 16 უდრის x პლუს b-ს და b გამოვიდა 10. ნუ გონია, კარგად გამოვიდა, ჩაჯდა, ხო? 4 და 10. მოდი ნახოთ 102 ამოცანა. მიცემული წრფის ერთ მხარეს აღებულია 2 წერტილი. ანუ გალებული იყო წრფე და მის ერთ მხარეს აღებული იყო 2 წერტილი ADB, რომლებიც წრფიდან 10 და 20 მეტრით არიან დაშორებული. აი სიტყვაზე ვთქვათ, ეს თუ არის A და 2-ჯერ მაღლა იქნებოდა B. ანუ ეს თუ დაშორებულია 10-ით, ეს დაშორებული გამოდის 20-ით. უნდა ვიპოვოთ AB მონაკვეთის შუა წერტილი, ვთქვათ M, შუა წერტილიდან, აი ამ წრფემდე მანძილი არის. ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებული და უნდა დავინახოთ ხოლმე ცოტა გვერდულად დახატული ფიგურა. აი ეს ფიგურა რომ შემოვატრიალოთ ახლა ის შემოტრიალება თუ არ ვწდები აქ არ შეგვიძლია, ხო? მე სხვა პლატფორმებსაც გამოვიყენებთ, უბრალოდ შავი ფერი კაი პლატფორმებში არაა ხოლმე მისაწვდომი ბექგრაუნდად და თვალისთვის მძიმეა. და ხო, რომ შემოგვეუბნებინა ახლა ეს დაახლოებით ასე გამოვიდოდა, ხო? ასე იქნება რა, ეს იყო 10, ეს იყო 20, ეს შუაზე იყოფოდა და ქვევი განა ეს არ არის ტრაპეცია და ტრაპეციის შუახაზს ფაქტობრივად ამას არ მეკითხებიან, იმიტომ რომ ერთ წერტილიდან მანძილი ეკითხება შუახაზის პოვნის სად არის იყო. და ეს არის 10 პლუს 20-ის ნახევარი არის 15. მარტივი პასუხი აქვს ამას. მედია დაინახავდით და აგაგიჭირდება. ეს მესამე. მოცემული წრფის ახლა სხვადასხვა მხარესაა. კარგი, მოდი ნახოთ. ესე იგი ხომ აქვს წრფე. და ახლა სხვადასხვა მხარეს აიღეს, აქეთ რომ აიღეს წერტილი, თქვა 10-ით არის დაშორებული. აქეთ აიღეს უკვე 20-ით დაშორებული. აი ეს არის. მე თქვა და ეს 20-ით არის დაშორებული. სიტუაციის დაშორებული და უნდა ვიპოვოთ AB მონაკვეთის შუა წერტილიდან მოცემულ წრფემდე მანძილი. შევარდოთ AB მონაკვეთი B-სთან. ნუ მისი შუა წერტილი ცოტა აქეთ იქნებოდა, ხო? 20-ის მხარეს. ასე, მე გავეთხოვეთ M, AM უდრის
B-ს და აქედან ასე გვიდოდა ჩვენ. ხო, აი ამ მანძილს ითხოვდნენ თქვათ ეს MK ესენი. მოდი ახლა დავიპოვოთ, აბა რას უდრის და შეიძლება ახლა აქ დაინახოთ. ნუ შეიძლება ეგ კლასიკური ამოხსნა ეს არის შეავსოთ აღნიშნული ფიგურა მართკუთხა სამკუთხედამდე. აი მაგალითად ასე გაგევლოთ პარალელური. და ეს გაგეგზელებინათ აქამდე. თუ ცხადია ეს სხვა 10 იქნებოდა. ამასაც გააგრძელებდით ასე. და ესეც სხვა 10 იქნებოდა, ანუ ეს თუ x-ია, რასაც გვეკითხებიან, ეგ მონაკვეთი მთლიანად თქვათ mt იქნებოდა x + 10. ნუ რასაც გთხოვთ. მაგრამ ეს x + 10 რა არის? აი ამ სამკუთხედის შუახაზი არ გამოდის? იმიტომ რომ m წერტილი შუა წერტილი იყო აქედან აქამდე სტოლი იყო და შესაბამისად რომ გავლებდი პარალელურს ფუძისას ანუ მართობს გააგრძელებდი ხო? ანუ ამ გვერდსაც შუაზე გაყოფდა. თუ პარალელური წრფები იყო, ერთ გვერდს თუ ყოფს თანაბრად, მეორესაც თანაბრად გაყოფდა და ესე იგი mt იქნებოდა შუახაზი, ანუ აი ამის მთლიანად ამის, ანუ 30-ის ნახევარი იქნებოდა, ხო? ანუ x + 10 გამოვიდოდა 15 და x იქნებოდა 5. მაგრამ მე მინდა ახლა შემოგთავაზოთ ამოცანის უფრო მარტივი ამოხსნა. ერთი სამკუთხედამდე შევსება გასაგებია. რა თქმა უნდა, შეგეძლოთ ქვემოთაც შეგევსოთ ეს სამკუთხედამდე. აი მაგალითად ასე შეგევსოთ სამკუთხედამდე და იგივე სიტუაცია იქნებოდა უბრალოდ აქ ამას ვდათვლიდით, ანუ ამას ვდათვლიდით ამ მონაკვეთს, ხო? 20-ისთვის უნდა გამოგიტყოთ მე ეს მონაკვეთი. ახლა რა არის მეორე უფრო მაგარი გზა ჩემი აზრით? რომ ადგეთ თქვენ ახლა და შეაერთოთ აი ამ წერტილთან ასე და ეს რომ შეერთოთ აი ამ წერტილთან აი აქ. რა სიტუაცია იქნება? აი რა ფიგურა იქნება? დავაწეროთ ახლა ასოების პრინციპში ეს თქვათ A1-ია, ეს B1-ია. A1, A, B1, B. A1A, B1, B. ხო იქნებოდა ტრაპეცია რაღაცა ასეთი ტრაპეცია გამოდის რაღაც ასეთი ტრაპეცია და ეს აძიებელი მონაკვეთი ახლა რასაც გვეკითხებია ჩვენ ხო? ეგ რა იქნებოდა? ეს ფაქტობრივად გამოდის დიაგონალების შუა წერტილების შემართებელი მონაკვეთი. აი დიაგონალების რატო? იმიტომ რომ AB დიაგონალია ხო? ასე არის. ასე ეს AB. დავაწეროთ აქ A1A, B1, B. ხო და ესეც დიაგონალად გამოდის A1, B1. და შესაბამისად ეს მათი შუა წერტილების შემართებელი მონაკვეთია. და ჩვენ ვისწავლეთ რომ დიაგონალების შუა წერტილების შემართებელი მონაკვეთი ისი ტოლია ფუძეების სხვაობის ნახევრის. ანუ ფუძეები 20 და 10 რომ იყო, მათი სხვაობის ნახევარი იქნებოდა აქ MK, ანუ 20 - 10-ის ნახევარი. ესე იგი 5. ეს უბრალოდ კარგი ამოცანა იყო ეგ და ეს იყო ძალიან ლამაზი ამოხსნა მისი, რომ დაინახოთ აქ ტრაპეცია და ისე იმოქმედოთ. მოდი 104-ს დავაკვირდეთ. უპირდათ ტრაპეციაში დიაგონალი მახვილი კუთხის ბისექტრისაა. ავიდოთ უპირდათ ტრაპეცია და ისე გავთვალოთ თავიდან მახვილი კუთხის ბისექტრისა და იყოს ცოტა ასე დავარშავოთ, ხო? აქ უნდა გახსოვდეთ რომ მიხვდეთ რომ ესე იგი მცირე ფუძე ფერდის ტოლი იქნება. ეგრეთ ახლა, ხო? ეკონოკა შეგვთა. აი დიაგონალი ორფერდა იყო ტრაპეცია და ხა დიაგონალი თუ მახვილი კუთხის ბისექტრისაა, აი გამოდის რომ ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია.
ეს კი ასე ჯვარედინათ ამის ტოლია, ანუ გამოდის ეს ზედა სამკუთხედი ტოლფერდა, ხო, ეს ზედა სამკუთხედი და შესაბამისად ფერდები ვიცი, ისედაც რომ ტოლი იყო, მაგრამ აი ფუძის ტოლიც იქნებოდა ეს ფერდები. ვართ 104-ზე, ხო? ფუძეები ვიცით არის 10 და 25 და ტრაპეციის პერიმეტრს ითხოვენ და მარტივად, ესე იგი ეს ხო 10 იქნებოდა, ესეც 10 და იქნებოდა 3-ჯერ 10 პლუს 25. 55. 105-ში ასი სცენარი ხომ არ არის? მოდი დავაკვირდეთ. ტოლფერ და ტრაპეციის დიაგონალი შუაზე ყოფს ტრაპეციის ბლაგვკუთხეს. ახლა აქ ბლაგვიკუთხე იყოფა შუაზე. და ბლაგვიკუთხე თუ იყოფა შუაზე, ანუ აი ეს კუთხე არის ამის ტოლი, მაშინ ხო გამოდის, რომ აი ქვედა არის, ხო? მისი ჯვარი, აი ამის ჯვარიდან მდებარე კუთხე არის, აი ეს. და ახლა აქ ეს იქნება ტოლფერ და სამკუთხედი უკვე, ხო? ეგ სამკუთხედი და შესაბამისად გვერდი ფუძის, დიდი ფუძის ტოლია უკვე. ეს ტოლფერ და კი იყო, ვიცოდით. მცირე ფუძე 3-ია. ტრაპეციის პერიმეტრი 42. უნდა იყო ტრაპეციის შუა ხაზი. ტრაპეციის შუა ხაზი რა იქნებოდა ჯერ ავდგებოდით ამას დავაწეროთ ვთქვათ x-ი, ესეც x-ი, ესეც x-ი, ტრაპეციის პერიმეტრს გაშლილად ჩაწერდით x + x + x, ანუ 3x + 3 იქნებოდა 42. შესაბამისად 3x 39-ია და x 13. და შუა ხაზი რა იქნებოდა? შუა ხაზი იქნებოდა ფუძეების ჯამის ნახევარი, ანუ 3 + 13-ის ნახევარი. ესე იგი 8. მე 106 ამოცანა ვნახოთ ახლა რას გთხოვს. ცოტა დარჩა. არა, კაი ძალი დარჩენილი. 4 ამოცანა მაქვს დარჩენილი. 106. ტრაპეციაში დიაგონალები მახვილი კუთხის ბისექტრისებია. აჰა, კი ბატონო, ანუ წინ ამოცანას გქონს, ხო? მოდი დავწეროთ. პრინციპში მოდი დავაბრუნოთ უცებ. ეს ნახაზი. რა თქმა უნდა, აქაც იგივე სიტუაცია იქნება. ანუ ესე იგი, ტრაპეციაში დიაგონალები მახვილი კუთხის ბისექტრისებია. ნახე? ახლა აქ ჩვენ არ გვეუბნებიან, რომ ეს სამკუთხედი არის ტოლფერდა. ეს ოდიშ ეს ტრაპეცია. აბა მოდი ვნახოთ. ესე იგი, გაირკვა რომ ეს მახვილი კუთხის ბისექტრისა 106-ში, ხო? და მეორე დიაგონალიც ანალოგიური იქცევა მახვილი კუთხის ბისექტრისა. ახლა შეხედეთ, აი თქვათ, კაი, ეს ერთხაზიანით მოვნიშნოთ. ნახეთ, ეს ორხაზიანი სადაც არის, შიგა ჯვარიდან მდებარეობს, ეს კუთხეც ორხაზიანია. და გამოვიდა, რომ მცირე ფუძე რაც იყო, ფერდი იგივეა. მაგრამ დააკვირდით ახლა აქეთ სამკუთხედში, აქ თუ ეს ერთხაზიანია, ხო? ესეც ერთხაზიანი ხო გამოდის. ანუ აქაც ანალოგიურად ტოლფერდაა და რაც იყო მცირე ფუძე, იგივე იქნებოდა ფერდი. ესე იგი გამოგვივიდა, რომ ფერდი და ორივე ფერდი და მცირე ფუძე ერთმანეთის ტოლი, ანუ ტოლფერდა გამოვიდა
მენი ტრაპეცია. კარგი, გამოვიდა ტოლფერდა. ახლა დავაგზავნოთ კითხვა. დიაგონალი შუა მონაკვეთს ყოფს, ან ტრაპეციის პერიმეტრს ვთხოვდნენ, მაგრამ ვიცოდით, რომ იგივე ტრაპეციაში, რომელიც გამოგვივიდა ჩვენ ტოლფერდა და თან მცირე ფუძის ტოლია ფერდები, აი შუა ხაზი რო არის გავლებული, მას დიაგონალი ყოფს 10-ის და 18-ის ტოლ-ნაწილებად. და ჩვენ ეგ უკვე ხომ ნახეთ, გავიარეთ წინა მოცანებში, თუ ასეთი სცენარია, მაშინ აი ეს გვერდი ამ სამკუთხედში 10-იანი ხო გამოდის შუა ხაზი და შესაბამისად ეს იქნებოდა აქ 20 და ანალოგიურად აი ეს გვერდი ეგ რა იქნებოდა აქ. ეს იქნებოდა 36, ხო? ანუ ფუძეები ვიცით ჩვენ 20 და 36-ია. და რადგანაც ეს მცირე ფუძე ფერდების ტოლი იყო, ესეც 20, ესეც 20 იქნებოდა. შესაბამისად პერიმეტრი რა გამოვიდოდა 20 + 20 + 20 + 36. ეგ 36 გამოგვივიდა 106-ში. 107. მართკუთხა ტრაპეციაში ერთ-ერთი კუთხე 135 გრადუსს უდრის. ავიღოთ მართკუთხა ტრაპეცია. ასე. დავწეროთ ასოები. ერთი ტრაპეციის ერთი კუთხე 135 გრადუსს უდრის. ახლა ხომ ხედავთ ორი მართი ერთი მახვილია და 135 წესით ეს უნდა ყოფილიყო. შუა მონაკვეთი 18-ია. შეგიძლია დეგავთ, შეგიძლია იგულისხმოთ, რომ ფუძეების ჯამის ნახევარია, ხო? ფუძეები ისე შეფარდება ერთმანეთს, როგორც 1/8, ანუ იდეაში ეს თუ x-ი იყო, ეს 8x-ი იქნებოდა. და ეს შუა ხაზი ხო x + 8x-ის ნახევარია, ანუ ეს გამოდიოდა 18-ის ტოლი. ახლა ანუ გამოდის, რომ ამას აქ თუ დათვლიდით, ესე იგი 9x მეორედი იყო 18, ეს რა და 2x-ი გამოდიოდა 4. ანუ მცირე ფუძე 4 იყო, დიდი ფუძე 32. იპოვე ტრაპეციის მცირე ფერდიო. და ახლა მცირე ფერდი გვაქვს საბოლოო. ისევ ეს ნახაზი რო გადმოვხაზოთ ხელა. ასე. და ეს არის 4, ეს არის 32. დაგვირდით რომ დაუშვათ ჩვენ სიმაღლე. ეს თუ 90-ია, სულ 135 თუ იყო, ეს 45 ხო იქნებოდა. ანუ გამოდის, რომ ეს სამკუთხედი არის ტოლფერდა მართკუთხა, ანუ ესეც 45-ია. და გამოდის, მეგობრებო, რომ კათეტები ერთმანეთის ტოლია. ეს დიდი ფუძე თუ იყოს 32, ეს ნაწილი ხო 4 იქნებოდა. აქეთა ნაწილი 28 დარჩებოდა, და იქით მართკუთხედი მოიკვეთებოდა. მაშინ გამოდის, რომ სიტყვობდნენ მცირე ფერს, ხო, აი ეს კათეტიც გამოვიდოდა 28, მაგრამ უღამი ხო ის არის, რომ ეს კათეტი იგივე ტრაპეციის მცირე ფერდის ტოლი, ანუ ეგეც 28-ის ტოლი იქნებოდა. მიგედია ვიხდით თანმიმდევრობას ლოგიკას, ხო? ამოცანის აუხსნის. არ კონძი. მას მერე ამოცანა ვნახოთ. აბეცდე ოთხკუთხედში AC დიაგონალი BD დიაგონალის პერპენდიკულარულია და მას შუაზე ყოფს. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ ესე იგი ჩვენ გვაქვს, მოდი დიაგონალების ხაზით რომ დავიწყოთ, რომ იყო რაღაც ორი დიაგონალი, ასე მართი კუთხით იკვეთებოდნენ და ერთი დიაგონალი მეორეს შუაზე ყოფდა. ასე რომ წარმოვიდგინოთ რაღაცა. ესენი თქვათ დიაგონალებია, მართი კუთხით იკვეთებიან და აი ეს არის შუაზე გაყოფილი დიაგონალი. მოდი შევაერთოთ ახლა წეროები ერთმანეთთან, ხო?
20 კუთხედის. ასე გამოიდის. დავაწეროთ ასოებით. ასოები ახლა როგორ და AC დიაგონალი, BD დიაგონალის პერპენდიკულარია და მა შუაზე ყოფს, ხო? აი დიახ, BD იქნებოდა შუაზე გაყოფილი. კუთხე BAD 70 გრადუსია. დიახ, დავაწეროთ. BAD BAD 70 გამოდის? ხო, ასე ჩვენთან უფრო აქეთ გავს ეს 70-ს, მაგრამ კარგი, ეს იყოს 70. ეს 70 გრადუსია ასე. და ABCD ოთხკუთხედის წვეროები წრეწირზე მდებარეობს. აი ახლა ირიბად იყენებს წრეწირში დაფაზული ოთხკუთხედის იდეას. გავიყენოს ესეა. და ხო, ანუ ვიცოდით რომ ABCD ოთხკუთხედის შუაზე, ესე იგი ABC ოთხკუთხედის წვეროები წრეწირზე ძევს. კარგი, და ასე ითხოვს, აბა იპოვეთ ამ ოთხკუთხედის კუთხეები. ანუ ყველა სხვა დანარჩენი კუთხე უნდა ვიპოვოთ. კი, ახლა აქ წრეწირზე თუ ძევს ოთხკუთხედის წვეროები, ხო, მარტივი მისახვედრია ახლა რომ აი ნახეთ ასე წრეწირი რომ არის და აი ასეთი რაღაცა. ეს კუთხე ეყრდნობა ეს კუთხე ეყრდნობა აი ამ რყავს, აი ამ რყავს, ასე. და მისი მოპირდაპირე თქვათ ეს მწვანე კუთხე ეყრდნობა დანარჩენს. ანუ ორივე ერთად მთლიანად მთელ წრეწირს ჭიმავს და რადგანაც ჩახაზული კუთხეებია, ამიტომ მორჭიმული რკალის ნახევრები იქნებიან. შესაბამისად, მათი ჯამი 360 გრადუსი არ გამოვა, არამედ მთელი რკალის მომჭიმავი ორი ჩახაზული კუთხეა და გამოვა დადგა ჩახაზულებია ნახევარი მთელი რკალის, ანუ 180 გრადუსი. შესაბამისად, ეს თუ 70 იყო აკუთხე აქეთ, ეს გამოდის C100 გრადუსი. და დააკვირდით ახლა, მეგობრებო, როგორი სიტუაცია. რადგანაც მარტი კუთხით იკვეთებიან, აი ესენი ხო? და თან შუაზე გაიყო. ხორდის შუაზე გამყოფი მართობული მონაკვეთი რა არის? დიამეტრი არის, აი ცენტრი არ იქნებოდა ამაზე აუცილებლად. წრეწირში ვართ, AC რაღაც ქორდაა და ეს AC ქორდა რაღაც წრეწირში ქორდა სხვა ქორდას ყოფს შუაზე მართი კუთხით, რაღაცა ასე. უეჭველი ეს მეორე ქორდა იქნება დიამეტრი, ხო, ეს AC-ს როში რაც არის. და თუ დიამეტრია, მაშინ ეს მართი კუთხეა, იმიტომ რომ დიამეტრზე დაყრდნობილი კუთხეა და ესეც მართი კუთხე იყო, მეგობრებო, იმიტომ რომ დიამეტრზე დაყრდნობილი კუთხე იყო. შესაბამისად, კუთხეა იყო 70 გრადუსი, ეს ისედაც ვიცოდით, კუთხე B 90 გამოვიდა, კუთხე C ეს არის 100 გრადუსი და კუთხე D-ც გამოვიდა 90 B-ს მსგავსად. მოდი ახლა საბოლოო ნომერიც გავაკეთოთ. 109. ისეთ ნახაზი, მაგრამ მოდი გადავხაზოთ ახლა ჩვენც და ვიცვათ ნახაზე მოცემული კაცის პროპორციები, რაც ასეა, მე ცოტა ასე მოდის, ხო? მე ცოტა კრეცელია. მეცეც არ ჩამორჩება. მე ეს ასე რაღაც
დაახლოებით ასეთი სიტუაცია, ხო? და დავაწეროთ ახლა ასოები ამას ჩვენ, ანუ ეს არის F-ი აქ, A, A, B, C, D. ეს არის 6 კუთხედი, ну კი ბატონო 6 კუთხედია, რომლის ყველაში გაკუთხე ტოლი. ვა. მაგარია, ხო? ანუ კუთხეა უდრის კუთხებას, უდრის კუთხეცეს, უდრის კუთხედეს, უდრის კუთხეს და უდრის კუთხეს. ამასთანავე ვიცით, რომ AB სამის ტოლია. AB 3-3-ა. BC 4-ის ტოლია, CD 5-ის ტოლია, F-ი 1-ის ტოლია. და ითხოვენ, ანუ ცალკე D გვერდს კი არ ითხოვენ, არა, DS და AF-ის ჯამს ითხოვენ. საინტერესოა რა? ანუ რომ დავაწეროთ ახლა ჩვენ ამას სიტყვაზე ვთქვათ X-ი და ამას Y-ი, ანუ თხოვენ X + Y-ის ჯამს. ახლა აქ ერთ სტერეოტიპზე გეტყვით. ზოგჯერ მოსწავლეებს გონიათ, რომ სამკუთხედის მსგავსად, სხვა n კუთხედში თუ კუთხეები ტოლია, გვერდების ტოლი უნდა იყოს. არა მეგობრებო, არა, ეგ ასე არ არის. იგივე მართკუთხედი არის მაგის ნათელი მაგალითი, ხო, ყველა კუთხე ტოლია, მაგრამ სავალდებულო არ არის, რომ გვერდების ტოლი იყოს. ხო, ხედავთ არცაა ტოლი. ეს ტოლგვერდას მაგ დამტკიცებული გვაქვს, რომ დიდი კუთხის წინ დიდი გვერდია სამკუთხედში, მცირე კუთხის წინ მცირე გვერდია და ტოლი გვერდების წინ ტოლი კუთხეებია, ტოლი კუთხეების წინ ტოლი გვერდებია. და უბრალოდ ეს ვერ მტკიცდება ფიზიკურად, ხა კონტრმაგალითის მოუყავს ახლა რაღაც ჭირდება დამტკიცება მრავალ კუთხედებში. კონკრეტულად 4 კუთხედზე იყოს საუბარი. ანუ იმის თქმამიდან, რომ სრულებით შესაძლებელი იყო ეს კუთხეები ყოფილიყო აქ ტოლი და გვერდები არ ყოფილიყო ტოლი. პრინციპში ავტორი არც რაღაცა შეფარულად არ გვეუბნება, არ გვაწვის ინფორმაციას, რომ ეგ ყოფილიყო რაღაც ერთ-ერთი ხაფანგი, რომ აი მოსწავლე ხო არ გაეჭედება იქ, რომ ტოლი კუთხეები რადგან არის გვერდების ტოლად ჩათვალოს. არა, ეს ხაფანგი არ გაუკეთებია ავტორს, უბრალოდ ჩვენ არ შევიქნათ, არ გვეგონოს ამ მცდარი პირობა, ინფორმაცია არ არის. შეიძლება თავისუფლად თითოეული კუთხე არ ყოფილიყო ერთმანეთის ტოლი 6 კუთხედში და გვერდები არც ერთი ორი გვერდი არ ყოფილიყო ერთმანეთის ტოლი. მოდი ჯერ ვიპოვოთ ეს ყველა კუთხე. ჩვენ ვიცით წესიერი n კუთხედში ერთი კუთხის პოვნის სიტუაციები გვაქვს განხილული, მაგრამ ახლა ეგ წესიერი n კუთხედი არ არის, თუმცა თუ n კუთხედი გაქვს მოცემული და n კუთხედში ყველა კუთხე ტოლია, ხო, ყველა კუთხე ტოლია, გაქვს ამისთვის გამზადებული რაღაც რეცეპტი. ну, მაშინ ალფა რას უდრის, ესე იგი 180 ჯერ n-2 ხო არის ყველა კუთხის ჯამი და უნდა გაყო n-ზე. ჩვენ შემთხვევაში რა იქნებოდა? 180 ჯერ x-2 გაყოფილი 6-ზე. ну, ეგ არის 180 შეგოცოთ 30, აქ x-4 2 არის 4 და 120 გრადუსი გამოდის. ანუ აი ამ 6 კუთხედში თითოეული კუთხე აქ იყო 120 გრადუსი. და რა უნდა გვექნა ახლა, რომ ეს x + y, ანუ AF + ED გვეპოვა. თუ გნებავთ აქ დააპაუზეთ, დაფიქრდით, იწვალეთ, იფიქრეთ რაღაცა მანერები, არ ვიცი რა შეიძლება გააკეთოთ. ყველა ვარიანტში ერთი ის არის, რომ თქვენთვის ნაცნობ მდგომარეობამდე უნდა დაიყვანოთ. არ ამგონია ახლა 6 კუთხედი უფრო ნაცნობი იყოს, ვიდრე 4 კუთხედები და 3 კუთხედები, ხო? და ალბათ აქ მიხვდებოდით, რომ სიტუაცია უნდა დასულიყო აი შეთვის ნაცნობ ფიგურებამდე, ტრაპეციამდე, პარალელოგრამამდე, 3 კუთხედამდე.
თუ კიდევ უფრო მეც იფიქრებდით რაღაცა აქ ცოტა სიწვალებდით, დაიწყებდით დამატებითი ხაზების გავლებას, გაგახსენებთ, რომ დამატებითი ხაზი რაც უკავშირდება ერთი შეხედვით, რაც უნდა მარტივ იყოს, მაინც რთულ ამოცანად ითვლება. მე შეიძლება დაგინახათ, რომ თუ მე გავაგრძელებდი აი ამას ამ გვერდს, ხო? ასე. ეს თუ 120 გრადუსია, ეგ ხო 60 გამოდის. ეგ ხო შემთხვევით არ იქნება. აი ესეც რო გვეგრძელებია ასე, ანალოგიურად ესეც ხო 60-ია. მოდი ახლა ამაზე თავიხეთ ამას. შედარებით ლამას. და ახლა ასე ვიზა. ეს ავშვი. თიცოთი აი ესე ეს იგივეა. აი ავაქცინე ფას ასე ამასაც ასე გავაგრძელებდი. ორივე მართულებთ თუ გავაგრძელებთ ამ გვერდებს, თუ დაინახავდით ამას. ასე ცოტი და აი აქაც რა აღმოჩნდებოდა მეგობრებო, რა გამოგვივიდოდა. აი როგორ იქნებოდა ეს სამკუთხედი? ეს სამკუთხედი არ გამოვიდოდა ტოლგვერდა? და რატო გამოვიდოდა ტოლგვერდა? იმიტომ რომ ესეც 60 გრადუსი იქნებოდა, აი რატო იქნებოდა 60? ნახეთ, ეს თუ 120 გრადუსია, ეგ ხო აი აქ 60 გამოდის. ანალოგიურად ესეც ხო 60 გამოდის, ანუ ეგეც ხო 60 იქნებოდა. იგივე არ იქნებოდა, აი ეს თუ 60-ია, აქაც 60 იქნება, იმიტომ 120 გრადუსიან კუთხეების მოსაზღვრეა და მაშინ ეგეც 60 არ იქნებოდა. ანალოგიურად ესეც 60 არ იქნებოდა. მაშინ აი ეს გვერდი მთლიანად ტოლი იქნებოდა აი ამ გვერდის ამ გვერდის და ტოლი იქნებოდა აი ეს. და ახლა ნახეთ, დააკვირდით. ეს თუ ერთიანია, აქ ესეც ერთიანი ხო გამოვიდოდა და ესეც ერთიანია. ეს თუ ხუთიანია, ესეც ხუთიანი და ესეც ხუთიანი ხო გამოვიდოდა. ეს თუ სამიანია, ესეც სამიანი და ესეც სამიანი ხო გამოვიდოდა. მაშინ ეს გვერდი მთლიანად რა გამოდის? 1 + x + 3 არ გამოდის? 3 + 4 + 5 არ გამოდის? და ეს 1 + y + 5 არ გამოდის? კი. მას ხო მივიღებდით, რომ აი ეს გვერდი, ანუ x + 4 ტოლი იქნებოდა ამ გვერდის 12-ის და ტოლი იქნებოდა აი ამ გვერდის y + 6-ის. აქედან x-ი გამოდიოდა 8, აქედან y-ი გამოდიოდა 4, კი არა, 6 ხო? 6 და შესაბამისად x + y-ი რასაც ვთხოვდნენ, გამოვიდოდა 14. ანუ დათვლად იქ აღმოჩნდა რა. x-იც ცალკე, y-იც ცალკე, ну ჯამის შესაბამისად 14 იქნებოდა. აი როგორია? რა თქმა უნდა, ახლა ეგ არ იყო მარტივი დასანახი და ძალიან სერიოზული ამოცანაა. რო შეხედა, გააგრძელე გვერდები, მიიღება ტოლგვერდა სამკუთხედები. არა, საკმაოდ სერიოზულ ამოცანად ითვლება და კარგი კონცენტრაციას საჭიროებს რა. იმედია მოგეწონათ აღნიშნული განხილვა. მოდი ახლა გამოვშვიდობოთ ერთმანეთს და მეექვსე თავის განხილვით დაუბრუნდებით ჩვენებად დროებით.